ემირგანის პარკი არის ისტორიული პარკი, რომელიც მდებარეობს სტამბოლში, ბოსფორის ევროპულ სანაპიროზე. ის ერთ-ერთი უდიდესი საზოგადოებრივი პარკია. ბიზანტიურ ეპოქაში მთელი ტერიტორია, სადაც დღეს პარკი მდებარეობს, კვიპაროსის ხეებით იყო დაფარული. მე-17 საუკუნეში ოსმალეთის სულთანმა მურად მეოთხემ მამული ემირგიუნე ხანს სეფიანთა სპარსეთის მეთაურს გადასცა, რომელმაც აყაშემორტყმული ციხესიმაგრე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩააბარა და მას კონსტანტინოპოლში, ახლადელ სტამბოლში გაჰყვა. სახელი ფერიდუნ ბეის პარკი შეიცვალა ემირგუნეთი. საუკუნეების განმავლობაში მამულის მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. 1860-იანი წლების ბოლოსთვის ემირგანის პარკი ეგვიპტისა და სუდანის ხედივის ისმაილ ფაშას საკუთრება იყო. პარკი, რომელსაც დღეს სტამბოლის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტი ფლობს და მართავს, 117 ჰექტარის ფართობს მოიცავს. იგი გორაკის ფერდობზეა გადაშლილი. ემირგანის პარკი მჭიდრო კავშირშია ტიტასთან, ტრადიციულ ყვავილთან. 1960-იან წლებში ემირგანის პარკში სპეციალური ბაღი გაშენდა ქალაქში ტიტების მოყვანის ტრადიციის აღსადგენად. 2005 წლიდან ყოველ აპრილში იქ ყოველწლიური საერთაშორისო ტიტების ფესტივალი იმართება, რაც პარკს მიმზიდველს და ძალიან ფერად ხდის. თურქეთში სილამაზის, ელეგანტურობის, სრულყოფილებისა და სიყვარულის ეს სიმბოლო მისი კულტურის, პოეზიის, ლეგენდებისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ოსმალეთის იმპერიაში 1718-30 წლების პერიოდში ტიტების ეპოქა უწოდეს. ეს პერიოდი იყო მშვიდობისა და კეთილდღეობის პერიოდი, რომელიც მდიდარი იყო ხელოვნებითა და ლიტერატურით. ტიტების კულტივაცია გაიგივებული იყო სტატუსთან, პრივილეგიასთან და კარგ ცხოვრებასთან. ტიტების სიყვარული გაცილებით ადრე გაჩნდა. დაახლოებით მე-12 საუკუნეში ანატოლიაში ხელნაკეთ ნივთებში ტიტა ორნამენტად გამოიყენეს. ჯალალედინ რუმი, სპარსელი პოეტი და სუფი მისტიკოსი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი თურქეთში გაატარა, პირველი მწერალი იყო, რომელმაც ტიტები ახსენა. ჩვენი გულები ტიტებისა და ვარდების ბაღის სახლია, ამბობდა იგი. ჯალალედინ რუმი, მე-13 საუკუნის სუფი მისტიკოსი, ხშირად იყენებდა ბაღის გამოსახულებებს ღვთაებრივი სიყვარულის გამოსახატავად. სუფიზმში ტიტა სიმბოლურად გამოხატავს ღვთაებრივი ერთიანობისგან ლტოლვას. რუმი ტიტას აღწერდა როგორც ყველაზე სევდიან ღიმილს, მის სილამაზეს, სიყვარულის ღრმა საიდუმლოებებსა და ლტოლვის ტკივილს უკავშირებდა. ისლამშიც ტიტების სულიერი მნიშვნელობისაა. ტიტების თურქულად ლალე და ღმერთის ალაჰი მართლ წერაში გამოყენებული ასოები არაბულში ერთნაირია. ყვითელი ტიტა უიმედო სიყვარულს განასახიერებს. იისფერი ტიტა კეთილშობილებას, თეთრი ტიტა სიწმინდესა და უმანკოებას, ხოლო შავი ტიტა მიუწვდომლობასა და იშვიათობას აღნიშნავს. ასევე ჩალმა ვიზუალურადაც წააგავს ტიტას და სიტყვის ფუძეც ერთი აქვთ: ტულბენტ და ტულიპა.